Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას, უზენაესი ალლაჰის რაჰმეთი, მისი წყალობა, ფარველობა არ მოკლებოდეთ. ინშალლაჰ დღეს რამდენიმე ჰადისს წავიკითხავთ. ძირითადად ჰადისები ეხება იმანის თემას, იმანის პირობებს. მაგალითად, ამ ჰადისს პირველს, რომელსაც წავიკითხავ, გადმოგცევს აბუ ჰურეირა, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. قال النبي صلى الله عليه وسلم الله شو موال متكوا من آمن بالله وبرسوله وإقام الصلاة وينس يتمنبس الله يتمنبس من شو موال وإقام الصلاة دا إلوتسبس شياسولبس نامس وصام رمضان شيت إمار خاوس كان حقا على الله أن يدخله الجنة إس უკვე ამის შემდეგ, ვინც ამას შეასრულებს, ამის შემდეგ მისი სამოთხეში შეყვანა ალლაჰის ვალი იქნება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ვერავინ ვერ დაავალდებულებს, თუმცა ასეთი გამოთქმები მიუთითებს იმაზე, რომ ალლაჰი ასეთ ადამიანს აუცილებლად სამოთხეში იღებს. შუამავალ ალეისალათუ ვასალამ რა თქვა, ვინც ირწმუნებს ალლაჰს და მის შუამავალს. შეიძლება გაჩნდეს ასეთ შეკითხვა, რომ დანარჩენი სწვენის დანარჩენი პირობები არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ის დანარჩენი საკითხებიც, რაც არის წიგნების მიმართ წმენა, ანგელოზების მიმართ წმენა, ახირეთის მიმართ წმენა და ასე შემდეგ, წვენის დანარჩენი საკითხები რაც არის, სულ ყველაფერი შეგვატყობინა ჩვენ ვინ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა. ალლაჰის წიგნი, ყურანი კერიმი, ალლაჰის შუამავალმა გვითხრა, რომ მე ალლაჰისგან მივიღეო და ისე დავჯერე. შუამავლის რომ არ დაგვეჯერებინა, არც იმას დავიჯერებ. ალლაჰმა თავის წიგნში და შუამავალმა თავის სუნნეთში მოგვითხრა, რომ არსებობენ ანგელოზები და ზოგიერთების სახელებით ჩამოგვითვალა. ჩვენ რომ ალლაჰის მიმართ წმენა არ გქონოდა, შუამავლის მიმართ წმენა არ გქონოდა, არც ამ ანგელოზებს ვირწმუნებდით, არც ახირეთს და ასე შემდეგ. ანუ მთავარი წერტილი არის ალლაჰისა და მისი შუამავლის რწმენა და მისი მათ მიმართ რწმენა რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ მათ მიერ ჩვენთვის შეტყობინებული ყველა ინფორმაცია დავამოწმოთ. თუ კი ვეუბნებით, რომ მე ამას ვერ ვირწმუნებ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არც მის მიმართ რწმენა არ გქონია. ამიტომ ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ რწმენა არის ზოგადი, რომელიც ყველაფერს მოიცავს და როცა მარტო ეს არის ნახსენები, აქ იგულისხმება სხვა დანარჩენი დეტალებიც იმანისა. ანუ ის დანარჩენი დეტალები თუ კი ამ საკითხს გავშლით, მაშინ გამოჩნდება, თორემ ისე ზოგადი ფორმით ალლაჰისა და მისი შუამავლის რწმენა ყველაფერს მოიცავს. ეს ჰადისი და კიდევ ამის მსგავსი სხვა მრავალი ჰადისი არის იმამ აბუ ჰანიფას დალილი საყრდენი, რა დროსაც ის განასხვავებს იმანსა და ამელს. ანუ ამბობს, რომ იმანი სხვა არის, ამელი სხვა არის და ამელი, ანუ ორგანოებით მოქმედება არ შედის იმანში. და ამ ჰადისშიც მართლაც ასე ანახე, ვინც ირწმუნა ალლაჰი და ირწმუნა შუამავლებიო თქვა. რწმენის საკითხი ცალკე დაახასიათა და შემდგომ რას ამბობს? და ამის შემდეგ ვეყამეს სალათე და ილოცა ნამაზი. ჯერ ირწმუნა, მერე ნამაზი ილოცა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რწმენა სხვა რამეა და მოქმედება კიდევ სხვა რამეა. ვეყამეს სალათე ვასამე რამადანე და იმარხა რამადანი. კანე ჰაqqan ალა ალლაჰი ან იუდხილაჰულ ჯანნატე და ალლაჰის წინაშე ეს იქნება ალლაჰის ვალი. რომ ის ადამიანი შეიყვანოს ჯენნეთში. ეს ასევე მიუთითებს იმას, რომ კი ბატონო, რწმენა სხვა ფენომენია და ამელი, ანუ მოქმედება სხვა ფენომენია. მაგრამ მოქმედების გარეშე რწმენა დიდ სარგებელს ვერ მისცემს ადამიანს. ასევე ამის დასკვნად შეგვიძლია ამ ჰადისიდან გამოვიტანოთ, რადგანაც ვინც ირწმუნა ალლაჰი და მისი შუამავალი, ის შევა სამოთხეში არ ამბობს. ვინც ირწმუნა და ილოცა იმარხა ასე შემდეგ, მაშინ შედის სამოთხეში. ესე იგი, რწმენასთან ერთად ამელის არსებობას აუცილებელია. შემდგომ რას ამბობს? ჯაჰედა ფი საბილილლაჰი აუ ჯელესე ფი არდი ლათი ვულიდა ფიჰა. ეს ადამიანი, რომელიც რომ ალლაჰს ირწმუნებს
მის შუამავალს ირწმუნებს და ილოცებს, იმარხებს, ეს 64-ში შევა მიუხედავად იმისა, ალლაჰის გზაზე იბრძოლებს თუ დაჯდება სახლში და იქნება. აინც 64-ში შევა. فقالوا და იქ ყოფებმა უთხრეს, يا رسول الله افلا تبشر الناس ე ალლაჰის შუამავალო ხალხს ხომ არ ვუმახარებლოთ ამის შესახებ. قال მან თქვა إن في الجنة 100 ანუ შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა ამ კითხვაზე არ გასცა პასუხი. გააგრძელა თავისი ასახსნელი სახსნა. და სხვა ჰადისებში არის მოცემული, როცა შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემს მსგავსი რამის შესახებ ეკითხებიან, რომ ხალხს ხომ არ ვუმახარებლოთო, ის ამბობს, რომ არ უმახარებლოთ, რადგანაც ამას მიენდობიან და გაზარმაცდებიან, ამელს ხელს მოუშვებენ. ამიტომ შუამავალმა გაატარა ეს შეკითხვა და არ გასცა პასუხი. და კონკრეტებაში დეტალებში არ შევიდა, რათა არ გაზარმაცებულიყვნენ მისი უმეტი. قال და მან თქვა إن في جنة 100 درجة უეჭველად ჯენნეთს 100 საფეხური, ანუ 100 კატეგორია აქვს ხარისხების მიხედვით. أعدها الله للمجاهدين في سبيل الله და ალლაჰმა ეს 100 კატეგორია ჯენნეთის გააჩინა იმ ხალხისთვის, რომლებიც ალლაჰის გზაზე იბრძვიან. ნახე, ჯენნეთში შესვლა არის, მაგრამ კიდევ ჯენნეთში იქ ხარისხები არსებობს და მაღალ საფეხურზე ასვლა კიდევ სხვა რაღაცაზეა დამოკიდებული. და სწორედ თავიდან რა თქვა, იბრძოლებს თუ არ იბრძოლებს, ის მაინც ამის გამკეთებელი ჯენნეთში მაინც შევა. მაგრამ იმ ჯენნეთში კიდევ განსაკუთრებული 100 კატეგორია, 100 მაღალი საფეხური არსებობს, რომლებიც ალლაჰის გზაზე მებრძოლებისთვის გააჩინა ალლაჰ. ну თუ იბრძოლებს, აქედან იმას ყოფილებთ, რომ თუ კი იბრძოლებს, ჯიჰადს გააკეთებს, მაშინ იმას განსაკუთრებული ადგილი აქვს ჯენნეთში. ერთი არის ჯენნეთში შესვლა და მეორე არის ჯენნეთში განსაკუთრებული ადგილის მოპოვება. ما بين الدرجتين كما بين السماء والارض და ამ ხომ არის 100 საფეხური, თითოეული ამ საფეხურს შორის სიგანე, სიმაღლე არის იგივე არის, რაც დედამიწასა და ზეცას შორის. فإذا سألتم الله فاسألوه الفردوس ხოლო ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას როდესაც თქვენ ევედრებით, არ ევედრებთ, რომ ერთი ჯენნეთის კარში შევიდე და მეტი არ მინდა. არამედ მას ევედრეთ ფირდევსი. რა არის ფირდევსი? فإنه أوسط الجنة უეჭველად ის ყველაზე განიერი ჯენნეთია. وأعلى الجنة და ყველაზე მაღლამყოფი ჯენნეთია. فوقه عرش الرحمن და მის ზემოთ რაჰმანის, ანუ უზენაეს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას არშია მის ზემოთ. ومنه تفجر أنهار الجنة და იქედან გადმოედინება ჯენნეთის მდინარეები, იქედან გადმოედინებიან ფირდევს ჯენნეთი. ანუ სათავეს იქიდან იღებს. ჰადის გადმოგცემს იმამი ბუხარი. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ჩვენს ნასიბი გაგვიხადოს ჯენნეთის ეს კატეგორია. عن أبي درداء رضي الله عنه قال და ასევე აბუ დარდა ალ-ღიფარი გადმოგცემს. قال رسول الله عليه الصلاة والسلام الله შუამავალმა თქვა خمس من جاء بهن مع إيمان دخل الجنة ხუთი რამე არის, რომელსაც იმანთან ერთად ვინც მოიტანს, ის 64-ში შევა. ანუ მოტანაში რა იგულისხმება, ალლაჰის წინაშე რომ წარსდგება, იმანთან ერთად ვინც ხუთ რამეს გაიყოლიებს ამ დუნიიდან, ის ჯენნეთში შევა. ნახე, აქაც იმანთან ერთადო, იმანი ცალკე და ეს ხუთი რაღაცა კიდევ სხვა რამეა, ცალკეა. იმანში არ არის ჩათვლილი ამ ჰადისშიც. რა ყოფილა ესენი? من حافظ على الصلوات الخمس وينس დაიცავს ხუთ ნამაზს. ყოველდღიურ ნამაზზეა საუბარი. على وضوئهن وركوعهن وسجودهن ومواقيتهن وينس დაიცავს ხუთ ნამაზს თავის აბდესთან, რუკუთან, სეჯდესთან და დროებთან ერთად. ისედაც აბდესის გარეშე ნამაზი არ არსებობს, რუკუის გარეშე ნამაზი არ არსებობს, სეჯდეს გარეშე ნამაზი არ არსებობს და დროის გარეშე ნამაზი არ არსებობს. მაშინ რა საჭირო, თუ აბდესი არ იყო, რუკუღი არ გააკეთა, სეჯდე არ გააკეთა, დროს ყურადღება არ მიაქცია, გამოდის ნამაზი არ სრულობს. რა საჭირო იყო ამას გახსენებას? ხუთ ნამაზში ასრულებს აბდესთან, რუკუთან, სეჯდესთან ერთად. აქ ხაზი გაუსვა და ჩვენი ყურადღება გაამახვილა, რომ
კი ბატონო, აბდესო ნამაზი არ იქნება, მაგრამ ხალხი აბდესს ღებულობს თავნახევრად. ყურადღებით აიღებს აბდესს. რუქუხს აკეთებს თავნახევრად, წერში ნახევრად მოხრილი, ან მოხრილი არ არის ფეხზე წამოდგება. რუქუხს სრულყოფილად შეასრულებს, სეჯდესაც კიდევ ისე. დროს მიაქცევს ყურადღებას და თავის დროზე ილოცავს. თორემ ამ ჩამოთვლილების გარეშე ისიც ნამაზი არ არსებობს. აქ ეს იგულისხმება, რომ ყურადღება სჭირდება. ვინც ხუთი ნამაზით მოვა ასეთი ფორმით. კიდევ რა? وصام رمضان رمضان سيمارخوس وحج البيت إن استطاع إليه سبيلا الله السخص موينا خولبس عنو كابس توكي أميس سشوالي بايكنبا وآت الزكاة طيبة بها نفسه زكاة غاسرز سرولي قوليس كما قو بيلبيت يسكي أرام غاسرز مرا إبرالبا إزاربا آرا სიხარულით რომ გასცემს ვეებდელ ემანეთე და ემანეთს გაუფრთხილდება ემანეთს ირნათლად შეასრულებს ყილე იქ ყოფება კითხეს ია რასულულლაჰ ო ალლაჰის შუა მავალო ვემა ედაულ ემანეთი ემანეთის სისრულეში მოყვანაში რას გულისხმო ყალე მან უპასუხა ელ ღუსლუ მინალ ჯენაბეთი ჯენაბეთობისგან ანუ ჯენაბეთობის დროს დაბანა დიდი აბდესია ამას გულისხმობ ემანეთის სისრულეში მოყვანაშიო და შემდგომ თქვა რომ ინნალლაჰ ლამ იამნიმ იბნ ადამ ალა შეიინ მინ დინიჰი ღაირუჰა უეჭველად ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა ყველაზე მეტად ამ საკითხს ენდობა და ამას აქცევს ყურადღებას რატომ იმიტომ რომ ნახე ნამაზ როცა ლოცულობს ხალხი ხედავს ლოცულობს თუ არ ლოცულობს ანუ ვიღაცის დასანახად მაინც ხდება მარხვია კიდევ ასე ზეკათი კიდევ ასე მაგრამ ღუსლი არის ისეთი საკითხი რომ ვერავინ ვერ ხედავს შეუძლია ადამიანმა მეიტყუოს თუ მას იმანი არ აქვს გულში ალლაჰის წმენა არ აქვს ამას არ გააკეთებს რომ ვინმე ხომ არ ხედავს იტყვის რომ დეუბანეო და დამთავრდა ამას მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე შეასრულებს ამიტომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას წინაშე ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთი ჰადისი عن فضالة ابن عبيد الأنصاري رضي الله عنه يقول فضالة بن عبيد قد مكسبسرم سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ما قاويقون الله شو موالي صلى الله عليه وسلم عن مبدا أنا زعيم لمن آمن به وأسلم وهاجر ببيت في ربض الجنة ما وفيردبي ადამიანს ჯენნეთის განაპირას ანუ ასე რომ ვთქვათ როგორთები რომ ერთი ჯენნეთში შევიდე და საკმარისია ანუ ერთ-ერთ კუთხეში სახლს პირდები იმ ადამიანს რომელმაც რაქნა ვინც მე მირწმუნა და ვინც მე დამემორჩილა ეს ჩვენ გწამს მაგრამ შუამავს როგორ უნდა დავემორჩილოთ მის სუნნეთს ეს იქნება ეს ჩაგვეძლება ჩვენ შუამავლის მიმართ მორჩილებაში ვეჰაჯერე და ჰიჯრეთი გააკეთა ჰიჯრეთი ალაისლათუ ვესალამის დროს იგულისხმებოდა მექქადან მედინაში გადასახლება იმიტომ რომ მექქაში არ შეეძლოთ მათ მუსლიმანურად ეცხოვრათ ამიტომ მედინაში ამის საშუალება იყო და ისლამის წესების ცხოვრების ხათრით ისინი ტოვებდნენ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ სამშობლოს და მიდიოდნენ სხვა ქალაქში, რათა იქ ისლამის წესებით ეცხოვრათ. ვინც ამას გააკეთებს? დღეს ამის საჭიროება აღარ არის. შუა ალაისლათუ ვესალამაც განაცხადა რომ მექქას აღების დროს განაცხადა რომ მექქას აღების შემდეგ ჰიჯრეთი აღარ არის. მაგრამ მისი სხვა ჰადისებიდან ჩვენ ვიცით რომ ასევე ჰიჯრეთი ეწოდება რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე დარჩენილია უმმეთში და ყველას ვალდებულება არის ჰიჯრეთის ეს სახეობა არის ცოდვებისგან შორს წასვლა. მაშინ ხომ ჰიჯრეთი იყო ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. ახლა დღეს ჩვენ რაც გვევალება რაც უნდა გავიგოთ ამ ჰიჯრეთიდან არის ის რომ ჩვენ ბოროტებისგან გავერიდოთ უნდა ბოროტებას და გადავინაცვლოთ სიკეთისკენ. გავშორდეთ
ეთურებას, ცოდვას, ჰარამს. რადგანაც შუამალ ალეისალათუ ვესალამი ბრძანებს, რომ მუჰაჯირი არის ის, ვინც ალლაჰის აკრძალულებს განუდგა და შორს დაიჭირა თავი. ასეთ ადამიანს, ვინც მე მირწმუნა, ჩემი მორჩილია და ჰიჯრეთი გააკეთა, მე ჯენნეთის განაპირას სახლს ვირდებიო. وبيت في وسط الجنة და ასევე ჯენნეთის შუაგულშიც. ვირდები მე მას სახლს. وأنا زعيم لمن آمن بي وأسلم وجاهد في سبيل الله بيت في ربض الجنة وبيت في وسط الجنة وبيت في أعلى غرف الجنة. ხოლო მე 64-ის განაპირასაც შუაგულშიც და ყველაზე მაღალ ადგილასაც ვირდები თითო სახლს. იმ ადამიანს, რომელმაც მე მირწმუნა, ჩემი მორჩილია და ალლაჰის გზაზე იბრძოლა. ან ჯიჰადი გააკეთა. فمن فعل ذلك لم يدع للخير مطلوبا ولا شر أهربا يوم يموت حيث شاء أن يموت. ვინც ამას გააკეთებსო, ვინც ასე მოიქცევაო, მასო ეს ყველაფერი ისეთ ძვირფასად ჩაეთლება, რომ თითქოს მას გასაკეთებელი ხეირი არაფერი არ გამოუტოვებია, ყველაფერი გააკეთა. და თავის შორ და საჭერი რაიმე უკეთურება არ დაუტოვებია, ყველაფერს განერიდა და შორს დადგავ. თითქოს. ვინც ასე მოიქცევა, იმას ასე შეუფასდება მისი ესიგი. და როდესაც ის ანუ ნიშნულობა არ აქვს, როდის მოკვდებაო. ანუ დიდხან სიცოცხლებს თუ ხან მოკლე სიცოცხლებს. إذا بيت حديثي ده وصلت إن شاء الله. عن معاذ بن جبل رضي الله عنه قال معاذ بن جبل قد مقسمس إذا سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ما قوي قوني الله شو مولي أنببدا من لقي الله لا يشرك به شيئا يصلي الخمس ويصوم رمضان غفر له وينس الله سيناشت أرستقبا ისეთი ფორმით, რომ მას ალლაჰისთვის არანაირი თანაზიარი არ გაუკეთებია, ანუ შირკი არ გაუკეთებია. ალლაჰთან არაფერი არ გაუტოლებია. ხუთ ნამაზს ასრულებდა და რამადანს მარხულობდა, მას ჩადენილი ცოდვები ეპატიება. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ჩვენს ასეთ პატიებულ სახურთა შორის ვამყოფოს. ეს ბოლო ჰადისი გადმოცემულია იმამ აჰმედის მუსნედში. ალჰამდულილლაჰი რაბბილ ალამინ ვასსალატუ ვაссалამუ ალა რასულინա محمد وعلى آله وأصحابه أجمعين.